ქვეყანა ისევ ჩაბნელდა. ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ დღის ბოლოს საქართველოს ყველა რეგიონს ერთდროულად შეუწყდა. გაითიშა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, გაჩერდა დედაქალაქში მეტრო. ასევე საქალაქთაშორისო სარკინიგზო რეისები. ამჯერად ელექტროენერგიის შეწყვეტის ოფიციალური მიზეზი ავარია არ არის. სემეკის განმარტებით დენის გათიშვა სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დაგეგმილ ტესტირებას მოჰყვა, რომელიც ენგურჰესის აგრეგატებზე იმის გასარკვევად ჩაატარეს, თუ რატომ ჩაბნელდა გასულ თვეში ქვეყანა ორჯერ. სატესტო პროცედურა უწყებებმა ისე დაგეგმეს, ამის შესახებ მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია. შედეგად პიკის საათში თბილისის მეტროში ასობით მოქალაქე ჩარჩა. მათ უახლეს სადგურებამდე გვირაბები ფეხით გაიარეს. სავარაუდოდ შუქნიშნების გათიშვის გამო მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზეც. დაშავებული მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია სპეციალისტების აზრი მომხდარის შესახებ და რა პასუხი აქვს საზოგადოებისთვის ქართული ოცნების ხელისუფლებას? თემით თამარ დემეტრაშვილი პირდაპირ ეთერში გვერდება. ქართული ენერგეტიკული სისტემა მოწყვლადია და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაადასტურა. ფაქტია, რომ ქვეყნის ენერგოსისტემას დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ შეუძლია. 24 და 25 ივლისს მომხდარი კოლაფსი სწორედ იმის გამო დადგა, რომ ქვეყანა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო და შემდეგ სიმძლავრის შენარჩუნება ვეღარ შეძლეს. გუშინდელის შემთხვევაში კი ტესტირებით სწორედ იმის დადგენას ცდილობდნენ, შეეძლო თუ არა ქვეყანას იზოლირებულად ფუნქციონირება ენგურჰესის საყრდენით. ფაქტია, რომ ეს ვერ მოხერხდა და ავარიამ ქვეყანა ჩააბნელა. ოცნების ოპონენტებისთვის ამ ყველაფრის მიზეზი ენერგოსისტემის გაუმართავება და კრიპტოპარაზიტები არიან, რომლებიც კოლოსალური ოდენობის დენს მოიხმარენ, თანაც ისე, რომ ამისთვის გადასახადს საერთოდ არ იხდიან. მათ შორის უდიდესია გლდანის დატა ცენტრი, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდნენ. რომან გოცირიძე ამბობს, რომ არაფერი კეთდებოდა წლების განმავლობაში გადამცემი სისტემის გაჯანსაღებისთვის, ხოლო კრიპტომაინინგის კომპანიები და მათ მიერ მოხმარებული დენი ცვეთდა და აზიანებდა სისტემას, სანაცვლოდ კი არაფერს აძლევდა სახელმწიფოს. პირიქით, მათ მიერ მიყენებული ზიანის საფასურს მოსახლეობა და ბიზნესი იხდის გაძვირებული ტარიფით. მაყურებელს შევახსენებთ, რომ სემეკმა ბოლო გაძვირების მთავარ მიზეზად სწორედ ქსერის რეაბილიტაციის საჭიროება გამოაცხადა. ორტიზებული, დაზიანებული, არასწორად გამართული ქსელების შედეგი არის ის, რაც ჩვენ ახლა მივიღეთ. ეს შედეგი გამოიწვია სწორედ ხელისუფლების შეცდომებმა, დანაშაულმა, კორუფციამ და ამ დარგის მართვამ ისე თითქოს და იგი ყოფილიყო მათი ასე თქვა საოჯახო ბიზნესის ნაწილი. ყველამ კარგად იცოდით, რომ 10 წელიწადია ანგრევს ყოვლად პარაზიტი კრიპტო მოპოვება ენერგეტიკას. დაახლოებით ქუთაისის ტოლფასი მოხმარება ერთი გლდანის დინამო სტადიონის სიდის ტერიტორიის ქარხანა. და დანარჩენი უკვე ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში, ფოთის ინდუსტრიულ ზონაში 30-მდე კრიპტოსაწარმოა და მის უკან ვინ დგას? ერთი ადამიანის გვარი არ ვიცით. 14 წლის განმავლობაში ქართული ოცნება საქართველოში ენერგეტიკის სექტორს იყენებდა ფულის საკეთებლად და ეს იყო მათთვის შესაძლებლობა, რომ ეკეთებინათ დიდძალი ფული. ერთის მხრივ ელექტროენერგიის იმპორტში მათ გააჩინეს შუამავალი კომპანიები, ასევე ელექტროენერგიის ტრანზიტში მათ ჰქონდათ კონკრეტული ინტერესი, სწორედ შუამავალი კომპანიების მეშვეობით და ამით ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ხელისუფლების მაღალჩინოსნები აკეთებდნენ ასეულობით მილიონ ლარს აი ამ ბოლო 14 წლის განმავლობაში. გუშინდელ კოლაფსს ეხმიანებიან მართლ პარტიაში, ამბობენ, რომ ტესტირების წინასწარ დაანონსება არასწორი იქნებოდა საკითხის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და დასძენენ, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანას მსხვილი ენერგეტიკული ობიექტები ესაჭიროება. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ობიექტის ნამახვან ჰესის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ ოცნების ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, რაც არბიტრაჟში გახადა სადაო ინვესტორმა კომპანიამ და მილიარდი ლარის მოგებაც შეძლო სახელმწიფოსთვის. იმ დროს, როცა არც ერთი მრავალათასიანი აქციის მოთხოვნა ქართულ ოცნებას არასდროს გაუთვალისწინებია, რატომღაც ნამახვანზე დაემორჩილა ბრჭყალებში ხალხის მოთხოვნას და შედეგად სახელმწიფოს, ანუ ხალხს კოლოსალური ვალიც აკიდა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ასე რომ მეც რა თქმა უნდა კითხვები, დიახ, მეც მაქვს კითხვები, რა თქმა უნდა, ამ თემთან დაკავშირებით ზოგადად, მაგრამ აქ მთავარი ისიც მესმის
რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და დაანონსება იმისი, რომ პირობითად არ ვიცით 8-დან 10 საათამდე მთელი ქვეყანა იქნება გათიშული, ეს რა რისკებთან არის ქვეყანასთან დაკავშირებული, ალბათ ხვდებით, ხო? დანაშაულიდან დაწყებული შიგნით თუ გარეთ. ავტოსაგზაო შემთხვევები დენის დროსაც ხდება და დენის გარეშეც ხდება. ეს არ არის მთავარი მიზანი, პრევენციული მექანიზმები რამდენადაც შესაძლებელია უნდა იყოს ხოლმე და მთავარი დასკვნები ჩემთვის პირადად არის ის, რომ დღეს საქართველოს ენერგოსისტემას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ახალი მსხვილი ობიექტები, მათ შორის შეიძლება არა იმ მასშტაბის, როგორიც არის ენგურჰესი, მაგრამ სხვა დიდი მასშტაბის ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორედ იმას, რომ იყოს სტაბილურობა ჩვენ ენერგოსისტემაში და ყველა ადამიანი ვინც თავის დროზე და საზოგადოებას ახსოვს ეს პერიპეტიები, თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ახალი ჰესების მშენებლობას, დღეს არ ვიცი, საზოგადოება მათ კითხოს რა პასუხი აქვს დღეს აი ამ ადამიანების წინაშე. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ენერგო კოლაფსი გუშინ პიკის საათში 20 საათსა და 10 წუთზე მოხდა. ოფიციალური განმარტებით მიზეზი ენგურჰესის სისტემის აგრეგატების ტესტირება გახდა. ამ ტესტირებით იმის გარკვევა სურდათ შეძლებდა თუ არა ქვეყნის ენერგოსისტემა დამოუკიდებლად და იზოლირებულად ფუნქციონირებას. ფაქტია, რომ ეს ვერ მოხერხდა. მადლობა, ეს თამარ დემეტრაშვილი იყო. რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ დაგეგმილი მასშტაბური გათიშვის შესახებ? ეს კითხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, როგორც მოისმინეთ, მხოლოდ მოქალაქეებს არ აქვთ. ამ კითხვას სვამენ სპეციალისტები და პოლიტიკური ოპონენტებიც. შექმნილი ვითარება მათ უჩენს ეჭვებს, რომ საზოგადოებამ სრული სიმართლე არ იცის და ენგურზე დაგეგმილი ტესტირების ვერსიაც შესაძლოა საბაბი იყოს. დამატებით განმარტებებს ჯერჯერობით არც ერთი ოფიციალური უწყება ავრცელებს. საქართველოს მესამედ ჩაბნევდა ქართული ოცნების კორუფციული მმართველობის გამო. სემეკის არგუმენტი არის, რომ ენგურჰესზე მიმდინარეობდა ტესტირება, მაგრამ ეს ინფორმაცია თურმე არ გაუზიარეს სტრატეგიულ ობიექტებს. ეს არის საბოტაჟნიკობა, ეს გააკეთა სემეკმა და დავით ნარმანი აღარ უნდა რჩებოდეს ამ თანამდებობაზე. გაჩერდა საქართველოს რკინიგზა, გაჩერდა მეტროს ჩაბნელებული გვირავში დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეები და ამ უსაფრთხოების რისკებზე ვინ არის პასუხისმგებელი თუ არა ქართული ოცნება. და სწორედ ამიტომ ცხოვრობ ჩვენი ქვეყანა ტრაგედიიდან ტრაგედიებამდე, იმიტომ რომ მოქალაქის უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი. პრიორიტეტი არის ივანიშვილის ბიტკოინები, რომლის ფასაც უკვე გაზრდილი დენის ტარიფით იხდიან ჩვენი თანამოქალაქეები. ყველა მომწოდებელი დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლებამდე მიმტანი კომპანიები ისე არის არეული ერთმანეთში, რომ ყველა ერთმანეთისკენ თითს იშვერს და ბოლოს თან არავინაა დამნაშავე დამავდროულად ყველა. ცოტა ხნის წინ ზარდიაშვილი შესწირეს ამ ამბავს, რომ თითქოს ის იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სისტემა არის მოწყვლადი, იმიტომ რომ ის არ ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს, ემსახურება კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს და როგორც ყველა სისტემა, რასაც ივანიშვილის კორუფციული ინტერესები შეეხო, ეს სისტემაც არის მოწყვლადი და კიდევ არ ვიცით ჩვენ თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იდგეს საქართველოს ელექტროსისტემა და როდის შეიძლება დაბნელდეს ეს ქვეყანა მორიგ ჯერზე. ფაქტია, რომ დღეს ენერგოსისტემაში არის კრიზისი, ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა. უკვე მესამედ ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა ისე, რომ ამას მოყვა სარკინიგზო მოსვლის შეჩერება ქვეყანაში, მეტროსადგურების შეჩერება გვირაბებში და მოქალაქეებს გვირაბების ფეხით გამოვლა მოუწიათ, საბაგიროებს გაიჭედნენ ადამიანები, შუქნიშნები გაჩერდა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაჩერდა, ჯერაც არ ვიცით ბიზნეს რა ზარალია, რა ზიანი აქვს მიღებული ამ ელექტროენერგიის გათიშვების შედეგად ქვეყანაში და არც ერთი პასუხისმგებელი უწყება და თანამდებობის პირი არ აღმოჩნდა, რომელიც პასუხისმგებელიან გადაწყვეტილებას მიიღებდა და გვეტყოდა ქვეყანას აუხსნიდა მის მოქალაქეებს რა მოხდა რეალურად ქვეყანაში. ეს არის პასუხისმგებლობის დეფიციტი, რომელიც ლეგიტიმაციის კრიზისს მოძლევს ქვეყანაში.